ვაკეთებ პოდკასტებს რეპერების წრეში თოკაფე იღუარის და იქნება წვეთში თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის მორიგი პოდკასტი მეგობრებო ვიმყოფებით გადაკარი ბარში ეხლა მოგვიმზადებენ გემრიელი კოქტეილების და გადავკრავთ იქნება აუცილებლად ინსტაგრამი მითითებული ამონათდება აქ მე თვითონ დავამონტაჟებ და ამოვანათებ მისამართი არის ესე კოტე აფხაზის 42 სოფიკოს სკვერი არის პირდაპირ შემოდიხართ თუ არა სოფიკოს სკვერში პირდაპირ დაინახავთ გადაკარი ბარი მოხვალთ გადაკრავთ საღამოს ვიდან დილის 6 საათამდე მეის გულაობა დედაშვისავე იყოს ხელში ისეთი ამბავია შვენია მართალია თევზეული ამ უყასპარას თუ უნდა ყავს ლოკო ჩატი რატო ლოკო ესე ლოკო ლოკო აჰა მეთქი ლოკო იდეაში ეგრე იწერება მაგრამ მე ხა ინგლისურში დიდად რო გითხრა ძალიან გაფიცნობებული ვერა ვარ მაგრამ რაღაც ესე წავიგითხე ლოკო ქეთ და მეთქი რაღაცა თევზეულის და კატის ისაუნეთ გამბები რაღაცა რატო ლოკო და პირველ რიგში ესპანურად ნიშნავს გის და ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი და თან რა კაიკატოს ისმენ ძალიან მაგრად ხო რაღაცა ის არის კი ბატონო ჩემი ანუ ეს ყველა კატა კაია ყველა კატა კაია რა თქმა უნდა ჩემი მამოძრავებელი ძალა იყო ეგ რომ დამეწყო ეპი რა და ხოდა შორის ძალიან კაია ხო და მან ძალიან ხშირად ახსენებს ხოლმე ლოკოს რა აჰა მაგიდან წამოვიდა პირველი იდეა იდეაში მეგობარი კომპანია მინდა ვახსენო აუცილებლად DL Shop-ი გამომატანეს საჩუქარი ერთი მე თვითონ მაფარია აგერ ერთი შენ შემოძმაო საჩუქარი მოგოც მაგალია მე მგონი რომ რეპერ კაც ეგ ამბავი დაამშვენებს ხო განშიც აქვთ სხვათა შორის ფილიალი და კიდევ ერთი ფილიალი კეთდება ახლა მაგათი და აუცილებლად იმ ფილიალსაც შემდეგ პოდკასტში გეტყვით სადაი და როგორ არის ეხლა ეს კაცი რატომ მოვიწვიე რა იმის გარდა რომ პერსპექტიული ახალგაზრდა ჩანს რაიმე რუცის ამბავში იწყება მაიკ დროპის სეზონი სეზონობს რა სეზონზე და ყველაზე ლამაზი MC არის და ეჯახება იმას ლამაზი კაცი ლამაზი MC მოკითხვა ამ წამს არის ზუგდიდში ის კაცი და მოვიკითხოთ აუცილებლად და რამდენჯერმე მყავდა სხვათა შორის ჩემ ახზე საბაში გვიყვარხარ ხო ძალიან კარგი ადამიანია და მოკლედ ასე შემდეგ და ყველა რეპერს ჩემგან მოკითხვა და ჩახუტება ფის ეხლა მითხარი საიდან როგორ ანაიათ აი ცოტა ისე რომ როგორ მოხვედი აქამდე ჯერ ამ თემამდე და მე ნენა რაღაცებს კიდე დაახლოებით 16 წლიდან დავიწყე წერა ხო მაგრამ ჩაწერით ვერ წერდი დაახლოებით 9 წლის წინ სადღაც ვიყიდა მიკროფონი საუნდ კარტა რაღაცები და სახში მოვეწყო ჩემით რა მომგონებ მიქსინგ მასტერინგს და ვაკეთებ რაღაც ტრეკებს ჩემ YouTube-ზე მიდევს რაღაცები რაიმენ თრუცში როგორ მოვედი იცი შენ რაღაც ვიდეო დავხდა TikTok-ზე ვნახე ანუ კომანდას შესარჩევებია და რაღაცები და ძალიან დამაინტერესა რა იმიტომ რომ იდეაში შედეგს ვერ დებდნენ ვერა და თან ჩემ მოძმაკაცებმა მითხრეს რომ დავაი შენი შეუშვი რა დავდე შესარჩევი და გავუშვი შედეგს ვერ დებდნენ ვერა ცოტა ხმამაღალი და თქო არა მართლა ვერავინ ვერ აიყვანეს მე ვინც ვნახე და რა და თვითონ ტრეკები გაქვს ჩაწერილი თუ პირდაპირ როგორც Bethlehem-ში ესე არა Bethlehem-ში არ ვარ იდეაში რა აქ იმიტომ მოვედი სიმართლეს ვიტყვი რა ცოტა მინდა რომ მაყურებელს გავუსმე ჩემი თავი და რა შემილია ეს იქნება ჩემი შეიძლება პირველი და საბოლოო რა ბეთლის თემაში მინდა რომ ტრეკები გავაკეთო და სოლო კარიერა შევქმნა ასე თუ ისე რა ეგ არის ჩემი მუღამი და ისე რომ მოგეწონოს თუ შეყვე მე შეიძლება არ არის გამორიცხული ბევრს უთქვამს რომ აღარ გამოვალთო მაგრამ ვნახოთ საინტერესო იქნება რა აი პირველი ბეთლი როგორ ჩატარდება მაგისთან მიხედვით ნახოთ 12 მომწონება კი 12-ში იქნება გელულდებით ყველას რა 12 ივლისს თუ დაიდება 12-მდე ყველა ვარიანტი კი რომ დღეს ხვალზე ჩაწერები მაგ გამუბიჭები უნდა ჩავწერო კიდევ მიყოლებთ მიქაელი და მთელი ამბები აჰა შენია სანდა 12 ივლისს სახელოსნობაში კი ბატონო 8 საათზეა თუ რომელსაც დაახლოებით საათს აი ესე იქნება მოკლედ დანარჩენ გიჩის დაუკავშირდით და ბილეთები ჯიზედევს და შეგიძლიათ ეს გეტყვით რა და როგორ არის პიუპიზე თუ გიცდია გასვლა არა არ მიცდა პირველიც და იყო ეს რაიმენ თრუცში და რავი გავედი შენ უფრო აკაპელას კაცი ხარ თუ არა ბითები მეოსება აკაპელა დიდათ არა რა აკაპელა დიდათ არა ხო მაგრამ საინტერესო აკაპელაც არ მიცდია სიმართლე გითხრა უფრო ბითები რა კაი საბაშას იცნობდი აქამდე შეხება აქამდე არ ვიცნობდი და ზუსტად ეგ არის ჩემი რაღაც შემოფერხებელი თემა რა აი მაინტერესებს ხოლმე ზუსტად რომ აი როცა პიროვნებას არ იცნო ხო ეხლა ზედაპირულად შეიძლება იცი დავშვა ტრეკები გამოვიდა იქ პოდკასტში ნახე რაიმე რუჩი და ასე შემდეგ მაგრამ აი როგორ კეთდება თემა რომ არიცი ადამიანი და უნდა დაწერო მასზე რაღაცები და 3 რაუნდი იბაზრო კი ზოგადად არ ვიცი როგორ ხდება მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია ის როდესაც ერთი თვე გვაქვს იმისთვის რომ მოვემზადოთ დავწეროთ და დავიმახსოვროთ შეგვიძლია ამ დროში გავუწყოთ ჩვენი მოწინააღმდეგე რა აქედან გამომდინარე უკვე იბადება რაღაცები რაც შეგვიძლია დაწეროთ უნდათ პანჩები უნდათ ფლექსი და რა ვიცი ვა
ამასობაში ძმაო, აგერ კოქტეილიც მოვიდა. შვენიერი კოქტეილები, უარდისფერი, ამას რა ქვია? რეპერების კოქტეილი, ესე ქვია. აბა ჩვენ გაცნობას გავუმარჯოს, ჩემო ძმაო. რეპერებს გაგიმარჯოთ, ჩვენ პოდკასტს გავუმარჯოს, აკაურობას გავუმარჯოს. აბა ჰე, აბა გავუმარჯოს ეს თუ კარ ხდება? გაუმარჯოს, რატო არ ხდება ქართულია რა. არა, გავუმარჯოს თუ კარ ხდება თქო. ამას ესე გადავდებ აქ, თუ არ გეწყინება. ძალიან გემრიელია, მინდა აღვნიშნო, გადაკარიგე აკაურობას, გადავკარი და შევიდა წამოიღო. კაი, ინსპირაცია ვინ იყო ზოგადად შენ? ინსპირაცია ზოგადად არ მაქვს, მაგრამ მამოძრავებელი და დასაწყისიდან იყო კაიაკატა რა. მაგრამ ინსპირაცია ვცდილობ, რომ ჩემი ყოველი ტრეკი იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული. იდეაში შეიძლება რაღაცით მიამსგავსო თუ ნებისმიერ ქართულ რეპერს, მაგრამ საბოლოოდ ანუ ეგ შედეგი არიდება რა და ყველა მაგას მეუბნება, აი თავიდან ვფიქრობდი რომ ამას გავდა, მაგრამ მე ვაფშე სხვა თემა გაიჩნდა. და ყველა ტრეკს ვცდილობ რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იყოს რა. მაგრამ ინსპირაციაცში მაინც ვეთვალოთ კაიაკატა. ძალიან დიდი რესპექტი, ყველაზე მაგრად მეოსება ქართველებში კაიაკატა იყო ყველა და აი რა ვიცი. ეგეთი პროექტი მე არ მინახია საქართველოში რა პროექტი მოწოს მაგის ყველაზე კაიაკატასი? ხო. რა ძალიან ბევრია რა. ესე ერთს ვერ გეტყვინაღდა. აი ძალიან ბევრია. ერთია რომელიც ძალიან გახიტებული იყო, ხო მე მგონი როგორც პალაპალასი. ხო, ეგ ამბობ. მიმაცილეს ტრანსებო თუ რაღაც ტექსტი მან და რაღაც საფშფრალით რაღაც ეგეთ ტრანსოსიტნანაში რაღაც იდეაში. არა, ზოგადად მელოდიური რაც არის მევასება ხოლმე. ძიმეც ხასიათს გააჩნია ხა ძიმე პონტიც ასწორებს, მაგრამ მაინც რომ მელოდიური რეპი მევასება და მეც რო მე ოდითგან რეპერები ხოლმე ადრე მე შევეში მივხვდი. სხვათა შორის არ ვიცი. თოკაფეს სახელით ხო და მივხვდი რომ მაყუთი არ კეთდებოდა მაშინ და გადავედი ესტრადაზე მე მაგრამ მაინც გულდასული აქ არის რომ მაინც რეპერების პოდკასტი და ასე შემდეგ. ეხლაც რო ვატყო პრინციპში რაღაც პატარ-პატარა ფართები არის რაღაცები კეთდება ასთვის კონცერტები და რაღაც აღმოები და პატარა მაყუთები იჭრება რა რეკლამები რა. იდეაში კი, მაგრამ ფული არ არის ჩემი ეს მამოძრავებელი წერტილი ასე რომ ვთქვათ რა. არ მაინტერესებს ეგ თავიდან ალბათ. შეიძლება არ ვიცი, მაგრამ უფრო მინდა რომ ჩემი შედეგი ვანახო ხალხს რა. ხო. ეგო არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ კარგ რაღაცას ვქნი. ხო, არა, საინტერესო იქნება. ამბიციაც უნდა ქონდეს ადამიანს. ამბიცია აუცილებელია, ამბიციის გარშე არაფერი არ ხდება. რაღაცას რო აკეთებ, ქონდეს ამბიცია, და ისე როგორ. შედეგი ვერ დადესო და მაგიტო თავიდანვე უყურებდი შენ აკაპელიდან? არა, ნახე TikTok-ზე, უბრალოდ სკროლავდი, ჩემ მეგობარია მოკითხო დანტეს და დანტემ ჩამიყარა შესარჩევები. და მეუბნება რომ მიდი ძმა, აბა შენ ჩაწერე რამე თუ გაგისწორდება, ან ამათ უყურე. იყო რეპერია? კი, აკეთებს მუსიკას რა. თან ძალიან მაგარ მუსიკას აკეთებს. იყვნენ იქ ადამიანები, ვისიც მომეწონა. ხო. მაგრამ იყვნენ ისეთები, რომ აი, ვაფშე არაფერს შუაში არ იყვნენ მუსიკასთან რა. აი მაგალითად ვიზე თუ არა. სახელები არ ვიცი ნახდათ რა. ნოუნეიმები იყვნენ ინდიაში ყველა, ეხა მე ვინც ვნახე რა. ხო. სახელებს მართლა არ ანუ რა მაინტერესებს უყურე, რატო გეძები ამ ყოველთვის? შენ ამ კონკრეტულად იძახი, ვიც შესარჩევები დადო თუ ვიც შესარჩევები ხო? ეი. რო გავერკვეთ. ვინც გამოვიდა დიდად ეხა რო გითხრა რომ ბეთლებს უყურებდა რაღაცა არა, ვილენისაც, ჩემი მოწინააღმდეგესაც ერთი ბეთლი მაქვს ნახიზის ნახევარი რა. არა, დიდად არ ვარ მაგის მაყურებელი. ინტერესი კი უნდა კონდეს ინტერესი უნდა კონდეს. იცი როგორი რაღაცაა ჩემი აზრით, როდესაც ბეთლებს უყურებ რა, სულ ერთი და იგივე უპიტრიალებს, სულ ერთი და იგივე რაღაცებზე უწერიეთ ფანჩები. და მე ვცდილობ რომ იდეაში რაღაც გამორჩეული დავდო ეხა რა, ისეთი რაც მაგბიძე არ აქვს ნაბაზრი რა. და საინტერესო უნდა იყოს ჩემი აზრით. ხო. აი ბეთლებს რო უყურა, მაინც ჩაგიჯდება თუნში ის რომ მოდი ეს გავაკეთო, ან ეს გავაკეთო და მირჩენია რომ ეს. აქვთ ხოლმე ძირითადად იქიდან რა ქვია, ანიმედან აქვთ ხოლმე და რაღაცა ეს რაღაცებს აძრობენ ხოლმე პანჩებს, ლაინებს და შენ მაგკუთხით როგორ ახარ უფრო ანიმე რავი რაღაცები მაქვს მე ნახე ბავშვობაში ნარუტო და One Piece და ეგეთ რაღაცები, მაგრამ დიდად არა რა. იმიტომ რომ მანდ რთულია რა, იცი, ძალიან ბევრი MC-ია, რომელიც ისეთ რაღაცებს გააძროს ხოლმე, რომელიც შეიძლება კრაუდი აზე ვერ მოვიდეს უცებ რა. და აი და ამბავი არ იყოს და უთხრებათ ხოლმე ეგ და შენ როგორ ფიქრობ ამ ეს კრაუდის დათრევის ამბავს, როგორ დელივერი უნდა კონდეს კარგი გადმოცემის უნარი, რომ ყველამ გაიგოს რა. რასაც გულისხმობ იმ მომენტში, რა უცებ გაითავისონ. ჩემი აზრით. ხო და შენ ფიქრობ რომ ესეთ რაღაცებს დაწერე რომ აიყოლიებ თუმ კრაუდს? დაწერილი მაქვს უკვე იდეაში. სამივე რაუნდი, თითქმის დამახსოვრებულიც მაქვს. ეხლა მაგაზე ვმუშაობ. რა უწეს თუ რა ვიყოლიო, ნახოთ რა, ჩემი იქნება უფრო პანჩი და უფრო ფლექსი. აი ნახოთ რა იქნება რა. წითელი ხაზები გვაქვს, რა თქმა უნდა, კი აუცილებელია. ავარია მოვიგო და არა, აუცილებელია ჩემი აზრით წითელი ხაზები რა. ესე ხა საბაშასთან შეთანხმებით თუ თვით
ზოგადად ცენზურის თემაში. აუცილებელი, ამ ცენზურის თემა ახლა გააჩნია ცენზურას. არა, თვით ელემენტარული ცენზურის შეიძლება ეს ბჭყალებში რო ვთქვათ, მაგრამ ზოგადად მოწინააღმდეგეს უთანხმები რა. რომ აი მაგალითად ეს შეიძლება. საბაშამოც მითხრა რომ მოდი ამას. ანუ იგაზეთ შენ. იყო რაღაცები კი და აუცილებელია რესპექტი ახლა ჩემ ოპონენტს პირველ რიგში რა. კი არის შოუ რაღაცა, მაგრამ მაინც რესპექტი რა ყველა ვარიანტში. მაგარი ბიჭია. მაგრამ მაინც მოუგებ. ასრია. სხვადასხვა fast follow-ები ხონენ საკაიფო რა. აი fast follow-ებზე ახლა გავდისავარ რა. ძალიან აი fast follow აქვს, მაგრამ როდესაც ბეთლზე გამოდიხარ ადამიანი, ხო უნდა გაიგო რა, ანუ რა ფანს გიწრობს, ან რას ფლექსაობს. მე მაგის სიტყვები ვერ გავიგე fast follow-ში რა იყო რა. და ვილაპარაკოს რა. ეს ამოიჭრება დაიდება აუცილებლად კი. ყველა უნდა. სხვადასხვა გუშინ ვესაუბრებ ღამე რომ უბრალოდ რამდენიმე წელი ადრე ვესაუბრე, მეთქი ესე მინდა მეთქი ოპონენტები მოვიწვიოთ მეთქი და პოდკასტზე დავჯდეთ და ვიგაზოთ მეთქი და მე გუშინაც ვიწერე მეთქი რომ ხან მოდის მეთქი და მე ვერ მოახერხებ ზუგდიდში მივდივარ და ავიცი შეიძლება კოლეგებს თუ მოახერხებს რომ მოთხარ მივწერე მეთქი და მოგწერებ რომ შევთანხმდით მოხდით და გუშინ ვიწერე მეთქი ხან მოდის მეთქი და შენ შეძლო მეთქი რამენაირად მეთქი და უეჭველი მოვაო და მეთქი კი მეთქი რა შევთანხმდით რა ვიცი რატომ და გადამოდის მეთქი ხო მოსვით მოვთქო არ საბაშა ხო არა მე ზუგდიდში ვარ უბრალოდ და ფიზიკურად ვერ ავთორე გულდესურით პანდაბორა საყვარელი კაცი კი ლამაზი MC-ია და ეგ მაგრად აქ ყველაზე ლამაზი MC დამუღამებული რა ზოგადად ბეთლის გარეთ დავუშვათ old school tools აი რო გეტყვი ხა ჩემ დროს მაგათ ესე იყო ხოლმე რა რომ ახალგაზრდობაში ეს კაბუ შავი პრინცი ბედინა აი ესე მოდიოდა ხოლმე ეს თემა რომ მე ლექსენსენას ამოვიდეს აი old school sponge tools მენდა თუ გევასება აი old school-ში არც კაბუს არ უსმენ არც ბედინას და არ ჩავფრინც რა მე მევასება ცოტა new school old school-ი რა აი მაგალითად კაზი ჯაზი ძიმე წონა ცოტა ეგეთ რაღაცებს უსმენ რა მაგარი კაცი პირადად ვიცნობდი და ძალიან მაგარი კაცი იყო rest in peace ანუ უფრო ქუთაისისკენ ხარ თუ ზოგადად რაგან ხალხშოუ ვარ გლოდ ხაზი თავარია ხოს დავსწრდეს და აზრინოს და რადგან ქუთაისი ვახსენდი დისების ამბავს როგორ დისების ამბავს უნდა იყოს არ უნდა იყოს ეხმარება განვითარებას თუ როგორ არ ვიცი რა დისი არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ჰაიპის რაღაცა რაღაცა წამოიღოს ხო არა კაშკადისა მე მგონი გაგუჩაჭის ჰაიპია რა დისი რა იდეაში ეხა ფელაგრაციელა არის ესეთი რეპერი თუ იცი ყველამ ჩაუწერა კირამეს და მამაფლექს დისი მაგრამ მეორე დღეს აიღო იმიტომ რომ იდეაში ჰაიპი უნდა ის რა მაგრამ არ გამოუვიდა დაურეკეს და აიღო არ ვიცი რა მაგრამ აიღო აი მამაფლექს რა პანჩებიც აქვს და რა დისებიც აქვს თავზე დამწერზე მე მგონი მაგას არ უნდა დაეწერა იდეაში რა ისეთი რაღაცები დაწერა აი ახალი ამბავია ერთი თვის თემაა დაახლოებით რა რა ქვემაგრებს ფელაგრაციელა არც გამიგია ახალგაზრდა პიროვნებაა კი ორი ტრეკი აქვს დრაკულა და მილიროკი ძალიან მაგრად მევასება მაგრამ ეგ რაც გააკეთა რავი რა ჩემ თვალში სონული ხარ რა ბრო მალფლექსო გადისა მაგითო ფლექსო და კიდევ გადისა აი ვაფშე არაფერს გულ ანუ შეხებაც არ ქონიათ ერთმანეთთან რო ჰაიპი უნდა რა და იმასთან პასუხიც არ დაუგმეს თემა ეგ არის რა და წაშალა თავის ტრეკი მე შეიძლება დაურეკეს და მაგითო წაშალა არ ვიცი ეს ეკონეს და გააკეთა და გელოსა კონფექსი ანუ იცი რა მაგრამ მამაფლექსი არის ხო მაინც უფრო არა მამაფლექსი იყო მანდ იმიტომ თავის ხოდი მაინც დააგდო რა არ იყო რაღაც აგრესიული მაგრამ ძალიან კონკრეტი იყო რა მაგარი გადავე რა იქნებოდა მე ველოდებოდი რომ მამაფლექსი რა სიმღერით დაიწყო თავიდან მაშინ ტრეკში რა კლიპში მეთქი ეგ სტეფანე გარემოს და უფრო მაგარი იქნებოდა რომ სტეფანეს გაერევა და ეს რაღაც ღერის ისე შეიცვალა როლები რა ასე რა და გაასწორებდა ძალიან საინტერესოა რა ეგეც ხო რაღაც ახალის დასაწყისია აი მე ვერ წარმოვიდგენდი რომ რომელიმე რეპერი სტეფანესთან გააკეთა ფიტს რა აი ბოდიში რა ხდება გაჩედა კაუჩი თუ რაღაცა ხმა გაწნა რაღაცა ესეთი აქედან ამოუწევ ამ ხმას იმიტომ რომ ეს თავის ხმას იწევს და აქედან რაღაცები გაიჩა აქ რა და ხენდენი კაი რაღაცები ვისაუბრეთ რომ თავიდან მოხალხეს ვისაუბრეთ ხო რაღაც მომენტში შეიძლება პატარა ისეთი იყოს ჩავარნაის რომ აქედან ამოუწევ ხმას რა კამერიდან აღებული ხმით ასე რომ ეგეც პრობლემა არ არის ხო ასე რომ შეგვიძლია განმოვიზოთ ჩვენ უფრო გამიკვირდა მეთქი რომ კაი ამ თემას როგორ უყვებ ხა ზოგადად აი ეს PvP-ზე რო გავიდნენ ახლა
flow-ზე იძახე? ფინალი რო იყო. არ მიყურებია სიმართლე გითხრა რა. შენ ძალიან შორს იჭერ მაგ ყველაფერსგან თავს. არ ვიცი, ანუ აი, ჩემი სტილი მართლა არ არის, დაჟე, ანუ ბიჭებთანაც მაქვს ნაბაძრი რა. ჩემი თავარი რაღაც მამოდროებელი წერტილი არის, ნამდვილად თქვია სიტყვა ის რომ ხალხს დავანახო ვინ ვარ მე. ანუ გამიცნონ იდეაში რა. ძალიან კაია, რესპექტი, მაგრამ არ ვთვლი ჩემ თავს იმათ რომ ბეთმო MC ვარ, ან რაღაც მსგავსი რა. უფრო ტრეკების გაკეთება მინდა. სოლო კარიერა მინდა შევქრა, მაგრამ არა მარტო სოლო რა. ხო. ფიტებიც მექნება რა თქმა უნდა, ბევრთან. რამდენადაც უყურებ ხოლმე მაგალითად აი ტოპ ტიპებს ვისთვის უფრო შედარებით მაგ პონჩი. Flow-ში? ხო, გინდა flow თქვა, გინდა რაიმე უციდან, საიდან? რაიმე დროთში არ ვიცი. ნაღდათ დიდათ არ ვარ მაყურებელი. აი იქით? იქითაც დიდათ არ ვიცი, მაგრამ ტაჰა არის, კონფეტი რა, ტაჰას რესპექტი და მოკითხვა. ტაჰა მეოსება ძალიან მაგარია. ტაჰას პირველი ბეთლი რა ვნახეთ, უერთდები ჯიუნასთან ქონდა. თუ ჯიუნა. ხო, ჯიუნა, მაგისთან ქონდა. აი მაკედან მოყოლებული რაღაცები მაგ ნახე. და ძალიან მაგარი ბიჭი და ძალიან მაგრად დახვეწა თავის დონე რა. კიდე არიან კიდე მოსკა ბიჭები რაღაცა. დედენ შედექს. ტაჰამდე ვეღარ მივედით, მოკლედ კადე მყავდა ჩაწელი ახლა დეიდაში მამდეშულები არიან. თითქმის ერთი უბრალები ვართ, მაგრამ პირადად არ ვიცნობ ტაჰას. დოქს რო დაეჯახა ახლა კადე მყავდა ჩაწელი პოდკასტზე და ვეღარ მივედით. აი ესე ვეპარებით რა, ნოქია ტაჰამდე და ძალიან ვაფასებ ხოლმე რა, იცი რომ აი მოსკას მამაც და ტახას მამაც პირველ თვითონ და ძალიან არიან ჩართული ამ თემაში და აი მშობლების გვერდზე დგომა არის ხოლმე ძალიან მაგარი მაგ ჩეი რა თქმა უნდა აბარა იმიტომ რომ არის ხოლმე რომ რარები წადიშვილოს იგი წაიკითხება ზოგადად დიდი ხალხი ხო ცოტა ვერ ხვდება რა აზრსდებთ უნდა სიმრებში ან რას აკეთებ ან რისთვის გინდა ეს ყველაფერი მაგრამ როდესაც ეგეთი თემა გაქვს მშობლებთან ძალიან მაგრად დასწავლებს რა ხო არ ეგ თემა რომ რა რეპი წადი საქმეს მიხედე შვილო და ხო რაღაცები არის ხოლმე კი ბატონო კაი კიდე კაი ხო მაგამ ბავშვი როგორ არის ოჯახი როგორ უყურებს ძალიან მაგრად მოსწონთ ხო მაგრად გულში მატყირობენ მე მაგრამ რა ისეთი თემაა რა ეხა უფრო აი სოლოში ვარ არავის აზრი არ მაინტერესებს არასდროს გინდაც ის იყოს გინდაც ეს იყო მე რაც მინდა ის უნდა გავაკეთო პირველ რიგში რა ჰოროსკოპი დრაბაში მერწყული შენ მე ვარ ტყუპები მაგარია მე მაგათ მე მე მეკითხები ახლა და შეიძლება იმდენი ვარ ეზოთერიკა მეოსება ძალიან მაგარია რა ტყუპები იმდენი ვარ რომ მე მეკითხები ბიჭო დაწყო მოიტანა გრადუსი არა მართლა რაღაცა მიქნა ხო არა და ორი ყლუპი დავლეთ ისა ძალიან ხელი გამიგეთ მეთქი ისეთი რაღაცა მეთქი მოგცელა ორივე იმინა ისე მოგცელა რომ ის გაიჩია მიკროფონი გაიჩია წელა და ისე ვბაზული ბიჭი ვარა უშოს კაი რეპის გარდა მაგალითად რა ხობი სასწავლობ ან რა პროფესიის არ ვსწავლობ გრაფიკული დიზაინერი ვარ ხო რაღაცებს ვაკეთებ ეხლა ოღონდ პროფესიად არ მაქვს სამოყვარულო დონეზე მაგრამ კარგად ვიცი After Effects Photoshop-ი რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე ჩემ თემაში აჰა ჰობი არის უფრო ეს რეპი რა ჰობი არის მუსიკის კეთება შემოქმედება მიყვარს ყველაფერი თქმის ძალიან მაგით რა ხო ვცდილობ რომ ყველა ხანახან ხატავ ხანახან ის რაღაცები ამ ყველაფერს ზოგადად არ ვიცი ეთყობა მერწყულის ხოდია რა ისევ ეზოთერიკაში ვარ ხო რასაც ხელს მოვკიდებ ყველაფერი გამომდის იდეალურად რა თავარია რომ კონდეს მონდომი მინდოდეს რომ გავაკეთო ისე პირველი რეპერი ხარ შორის ვინც აღნიშნავს მაგას რომ ეზოთერიკა მევასება რამდენიც ვახსენე ყველა როგორ არის ჰოროსკოპია რა ის რაღაც ხობები რა ზოგადად ადამიანს რისიც ჯერა ის არსებობს მის ცხოვრებაში რა ესე ვფიქრობ ისე სიტყვის დიდი ძალა აქვს მე ყოველთვის მაგას ვამბობ ხოლმე რასაც მოიზიდა მარტო ჯოხაძე არ ამბობს მაგას მაგრამ რასაც მოიზიდა და რაღაცა ისეთი კონტენტი რომ მაინც ვფიქრობ რომ მაინც ნეგატივს და უარყოფით ჯობია დადებითი და პოზიტიური მოიზიდო ყოველთვის და თავისთავად მე ამას შევძლებ ესე რომ ვამბობ უფრო სხვა ის არის რაღაცა სხვა მუხტია რა საერთოდ იწება სიტყვის სხვა და ყველაფერი იდეალურად იქნება მაგრამ მარტო სიტყვით არაფერს არ შულის მოქმედებაა საჭირო რა ესე ოთახში იჯდე და რაღაცა მანიფესტი გააკეთო ეგრე არ გამოვა რა მოქმედებაც აუცილებელი ტრეკები რა მიმართულებით გაქვს და რა მიმართულებით აკეთებ უფრო როგორი რაღაცა ხო ტრეპს ვაკეთებ იდეაში რა უფრო მაგრამ ჩემი ერთი პრობლემა არის ის რომ პროდიუსერი არ ყავს ჭირდება ბიტმეიკერი რა ხო ვინც დამეხმარება იმ ტაიპის გაკეთებაში რაც მე მინდა იმიტომ რომ ჩემი პოტენციალს ბოლომდე ვერ ვაჩვენებ ხალხს რა იმიტომ რომ ან მოპარული ბიტი მაქვს ან ვიღაცის გაკეთებული ისეთის რომ მოპარული ბიტები ჩვენ ავყოფი და 90-იანებში კაცო ხო რა ან ემინემის გახანდა პროდიუსერი ჯერ ვერ ვიყავ ისეთი როგორც მინდა თორე იყვნენ რამდენიმე ადო დღეს გამვითარდა მაკუთი ბიტმეიკერების სამუშაო ცოტა რაღაც განსხვავებული მინდა და რა მაგას ვიყავი დარწმუნებული ვარ რა ანუ არ ვჩქარობ თავისით მოვა ყველაფერი რა ხო
უფრო თრეთი და უფრო სიღრმისეული იყოს, მაგრამ ჩემი ტრეკები და რაღაც აზრი ჩავდოდა და ეს პროსტა ტრეშ თოლკი და რაღაც ბაუნსი არ მევასება დიდაც რა. მინდა რომ ბაუნსიც იყოს და თან აზრიც ჩავდო ამ ტრეკში რა. ეგ არის ჩემი ხოდი. ეხლა რა ტრეკები გაკეთებული? ძალიან ბევრი, მაგრამ საბოლოო ერთ YouTube-ზე? YouTube-ზე მიდევს რა, 1-5 ტრეკი მიდევს რა. ხო. მაგრამ რაიმე ძუცის შესახებ რომ დავდე, დაახლოებით 2 დღეში ძველი აკაუნტი რაც მქონდა YouTube-ზე, ის გამიუქმეს და რეპორტი იყო ესეთი, რომ ტერორისტულ რაღაცა აქტებს დებდი YouTube-ზე, როცა მსგავსი არაფერი არ ყოფილა. ეთქვა ბევრმა დამარეპორტა რა. არ ვიცი ისი ბრალი. რატო? აზია ვარ, არ ვიცი ისი ბრალი. და ბევრი ტრეკი დამეკარგა მან, მაგრამ არა უშავს. ძალიან ბევრი, მაგრამ კომპიუტერში წარდაგჭა? ხო, აი არის პრობლემა კომპიუტერში წარდაგჭა. რატო? როდი თავდი მე შლიდი ტრეკებს? FL Studio-ში რო ვაკეთებ ხოლმე რა, ვიცი, თუ დავასრულე და ფინიშია და უკვე ხოთში არ მეგონა რომ YouTube არხს გამიუქმებდნენ და თან distro-ში მიმაქ ნაყედი. Spotify-ზე რაღაცები დავიდება რა თავისით. მან რო ტვირთავდა იდეაში მეგონა რომ სულ დარჩებოდი და რაღაცა, მაგრამ ისე მოხდა რომ გავუჭედე რა. მაგრამ ანუ ეგ არაფერი, ვაფშე არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის. უკეთეს და უკეთეს ვაკეთებ ხა და აი რა ყოველ ტრეკს რასაც წერ ხოლმე ზუსტად ვიცი რა. რომ წინაზე უკეთესია ყველა ვარიანტი რაღაცით რა. და რატომ და აეროპორტობენ ინდა? აზია რო ვინ დამარეპორტა, ეგეც არ ვიცი რატომ დამარეპორტა, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ტერორისტულ რაღაცა აქტებს იღებენ. შესარჩევი გედო YouTube-ზეც? არა, ეგეზე მე და მარტო. ვაა. მე და კერა მეგონი მიდევს კიდევაც ახლა. რას არ გაიგებს კაცი? აჰა. კაი, დღეს რა უნდა წავიკითხო? რავი, რაღაც ვერსები მაქვს. რაც ტრეკებად არ ჩამიწერია იდეაში. ხო. და რაღაცას ვიზავრაო. ბიტები ბიტები იქნება მაიკის. აჰა. რამე პროცეს პროდიუსერია, იდეაში დაბალი ხურა წვერიანი ეგ. ამ სეზონში იქნება ჟიურიში. ხო. ხო, მაგარი ბიჭია კი და რესპექტი რა. აზრაელის ბიტებიც მაქვს რაღაცები, მაგრამ ეხლა მე რა ვერსებიც მოვიტანი აქ. დიდად ვერ შევუხამე რა და მერჩემია მაიკის ბიტებზე, თორე ანუ აზრაელის პენსიაში ვაკისული ბიტები იქნება. აი აზრაელის არის როგორი ძალიან underground, აი ძალიან რაღაც სასწაული ტრეკია რა, underground-ი, კანფეტი, მაგრამ ეხლა ცოტა bounce-ი მინდა რა. ამიტომაც ნუ ვარჩვენ რა შეგიძლია. იდეაში დაახლოებით. და წეღარო საუბრობდით იმ თემაზე, რომ fast flow-ს თემაშიო არ მომწონს როცა ბეტზე გააქვს ადამიანსო. ეგ ზოგადად ბეტს ეხება თუ არა, ნახე, ისედაც fast flow არ მომწონს რომ ბეტზე გააქვთ, არა. fast flow არ მომწონს, როდესაც ანუ სიტყვები არ გესმის რას ლაპარაკობს. ბეტლი ხო იმისთვის არის, რომ რაღაცა ფანჩი დაწერო. ხო, რაღაცა ერთმანეთს აწყენინოთ, ესე რომ ცოტა უხეშად. ხო, გული ატკინო. ხო რა, გული ატკინო რა და სიტყვები არ ისმის. აი რა აზრი აქვს ეგეთ კი, ბაზარი არა crowds რაღაც და bounce-ებ და გაუსწორებ და რაღაცა, მაგრამ იდეაში მე ვერ ვიგებ რას მელაპარაკები და აი რა აზრი აქვს. ხო მე მელაპარაკებ. თემა ეგ არის რა. ო, მართალია. კი ბატონო. ანუ აი ხა ბოლოს მაგალითად სეზონ ოფის ბეტლი იყო რაღაცა 31-ში, იმიც არ მახსოვს მეორე ოპონენტი ვინ იყო უილიანის რა. მაგრამ აზრო fast flow. აი მართლა ვერ გავიგე რა. დოუბზი. აჰა. ზუკას. კი. მაგრამ მოსასწრებია და საბონს ზოგადად ეხა რასაც ვაკვირდები ამ ბოლო დროს ყველას მოგას ვენები ხოლმე რომ ახლა ვიღაც ვიშობა საწყენი იყოს ზოგადად არა მაგრამ დავბერდი უკვე ამ სფეროში და მესმის რაღაცები და ძალიან ტრამპაც უნდა კონტენტი წავიდა ამ ბეთლებზე ანუ რაც მეტად იცეკვებს ხალხი რა ეგ კი არა ეხლა ფინალზე რა რუსიას მოკითხვა მაგალითად შეხედული კაცია მაგრამ ისეთ თემები გააზრო რომ წამოვიდა ძალიან ისეთი დამოკიდებულება რა მაგის მიმართ რა ნეგატიური რომ ერთ მომენტში თქვა ესეთი რაღაცა რომ მე ტექსტს ხა არ უსპენდიო და არც მესპოდაო მაგრამ აი იქით ახარეს ვაძლევ ხმასო რა ხო და აი თითქოს ტექსტზე აღარ არის ესე გამახვილებული ყურადღება და მარტო იცეკოს ან კრაუდი აიყოლოს რეპერმა და დამთავრდა მე როგორც ვიცი იდეაში flow-ში ან flow-ს უფრო აქცევენ რა ყურადღებას რა როგორი flow გექნება შეიძლება სხვა ვერ გაიგო მაგრამ აი რაიმე ცუცში ეხლა ძალიან განსხვავებულად იქნება იქ თემა რა ჩემი აზრით ეხლა იდეაში ეგ იბაზრეს ფანჩი უნდა გქონდეს ფლექსიც უნდა გქონდეს სიტყვები რავი აუცილებელი მაგრამ flow თვითონ flow ქვია და რავი ანუ როგორ მომიექციო ყურადღება ანუ საბოლოოდ ესე გამოდის მაინც რომ დღეს რო კეთდება დაუშვათ რეპი იდეაში ტრეკი იქნება თუ ისე რომ მაინც ტექსტი და ყურადღება აღარც ექცევა მაინც საბოლოოდ არ ვიცი ექცევა თუ არა მაგრამ მე ვაქცევ ყოველიქში ხო რა ტექსტ ყურადღებას ეგ არის ჩემთვის საინტერესო რა რაღაც აზრი უნდა აი კაიკატა მაგითო მევასება რა აი ნებისმიერი ტრეკი ვავიღოთ თუნდაც იოდა თუნდაც დილას რავი 1000 მილიარდი არსებობს რაც მევასება ყოველ ჯერზე რასაც უსმენ ახალი აზრი მებადება თავში რა
მაგით ვარი ჩემთვის საინტერესო, იმიტომ რომ სიღრმისეულ რაღაცებზე ვაპარაკებ. შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს. ხო. ვერ დაამუღამოს რაც ბაზრობს, მაგრამ აი ვამუღამ, რასაც ბაზრობს და იდეალურია ჩემთვის რა. მაგით ამოცება კაიაკატა. არის ეხა ისეთი რაღაცეები, აი კარჩე ბოლოს დამევასა ძალიან მაგრად KG რა. KG მაგრამ აი ეს ბოლო ორი ალბომი რაც დადროპა, არის აი იდეალური რა, მაგრად გამისწორდა რა. ბოლო ალბომის პირველი ტრეკი, სადაც ცოტა ხავის რო ბაზრობს, კი არ ბაზრობს, რაღაც ხავის რაღაცა, აი რაღაცად მეგონა რომ უცხოურ ტრეკს უსმენდი და რაღაც უცხოურ რეპერს უსმენდი, ესეც შეიძლება მქონდა არა ქართულს. მაგარი ბიჭია ძალიან. აი ხა ის ბოლო ხოდი რაც მოხდა და თუნდაც ნაამბომი რაც იყო რა ის წლისინაც ვორსები დაგრაფილი. იდეალურია, აი მაგრად გამისწორდა რა. თან აზრიც დევს იდეაში, მაგრამ უფრო ფლექსაულს ეხა ეს ბოლო ალბომი რაც მოხდა, ფლექსაულს რა და თავის თემაშია და მაგრად ასწორებს. უცხოელი ახლა ამ თემას შევეხეთ, უცხოელებიდან მინგევასება, ის უსმენ. ეხლა რა თქმა უნდა თავის არის. დიდად არ არის, მაგრამ აი ასაფროთი მოხდება მაგრად. მოგონა ეს კაცი ვაფშე არ არის. ყველა მეოსება. რეპს ვაფშე არ უსმენს. თავიდან და გაკაიფო. უსმენდი მეტალი, როკი რაღაცა. ბაქთერიაში ვიყავი, მე გადავედი ტექნოზე, ფსიქოდელიკი, ფსაიტრანსი რაღაცა ეგეთ რაღაცებს უსმენდი და მე გაიჩნდა რეპი რა. და მაგრად გამისწორდა, ოღონდ რეპი როგორ გამისწორდა, იცი? კაი პონტი ყოფილა. კაი პონტი ყოფილა კი არა, მე უნდა გავაკეთო ეს კი და კი ასწორებს, მაგრამ ჩემი ხოდი მინდა რომ ჩავდობეთ კი ამაში და დავიწყე რა, სადღაც 16 წელს ვიყავი ხარ 22. დავიწყე თავიდან წერა, სხვათა შორის რა, მაგასაც ვიტყვი. ჩემი პირველი ტექსტი რაც დავწერე, ძმაკაც ჩავაგდე და ძმაკაც მეუბნება რომ შენ უმეჯერ აღარ გარიყო რა. ხო, დავიდან ანებო რა. მაგარი სტიმული მოუწი. ხო, ეგ მივიღე ძალიან მაგარ გამოწვევად რა და დაახლოებით ერთ თვეში ისეთ ტრეკი ჩავაგდე, რავი რა, სხვა ჩამოუვარ და მაგრად გავუსწორდა რა. ხო და არის ძალიან ცუდ დამოკიდებულება სხვათა შორის რა. ანუ როგორი რაღაცა იცი? უამს უკარგავ ადამიანს ეგრე. გააჩნია, ანუ სუსტი არ უნდა იყო რა, იდეაში პირიქით ეგ გამოწვევად უნდა მიიღო და უნდა გაგისწრო. აი მაგას რაღაცა სერიოზული ხოდი მისცე რა. აი მოტივაცია, კი, ბაზარი არა უნდა მოხსენ და რაღაცა, მაგრამ შენ გააქვს იმის ხოდი და ფიქრობ, რომ შენ რაღაცა შეძლებ. მთავარია მონდომება რა და მთავარია გააკეთო, უჭველი გააკეთებ რა. ეხლა ნუ აუცილებელია ეხლა იასნია რომ სმენა გქონდეს და რაღაცის წერა შეგეძლოს. ყველას შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ჩვეულებრივ ნებისმიერ საქმიანობაში რა. მთავარია მონდომება. მან არის ორი უკიდურესობა. ერთი არის ის, რომ მაგალითად მართლა მაგარი ბანძი გარეპილია და არც მენა და არც ის და პროსაც მაკაცია და ეუნები რომ აუ რა მაგარია გააგზელე და ასწორებს და მე ვიღაცის დასაცინი ხდება. ამ პირიქით არის ესეთი მომენტი, რომ შეიძლება პოტენციალს ხედავდე, მაგრამ უთხრა რომ გაანებე რა თავი რა. პოტენციალს მოიხოდო. ხო, ვერ გაიგებ რა გასაგები რა. მართალია. მაგრამ მაინც ჯობია რომ თუ არა, მაგრამ თვითონ უნდა თვიდეს. ანუ დღესაც ხა მაგალითად მე ესტრადაზე ვარ გრავში რა. დღესაც ზოგს არც ნამუსი აქვს, არც ინგლისი აქვს, არც ხმა აქვს, არც მენა. მაგრამ მაინც უდეში წერენ და გამოდიან და მღერიან. ხა შეიძლება ძალიან არაკოლეგიალური საუბარია ჩემგან, მაგრამ ფაქტია რა. მე ხა წამოდგინე 8 საათზე რო ვიწყო და პირველ საათამდე რო ვიგიჯავ რესტორანში, სიტყვის მასა, ხოლმე რომ მღერი ცოცხლად და ერთთან ბავშვია და ვიღაცა გამოვა და სამ სიმღერას պես გააღებს просто და всё, აი ვარსკვლავად, ცოტა ის არის რა, დისბალანსია რაღაცა და მაგომში რა. ეგ ბატონო ესმის. ერთგვარი გულისხმობა. თელი პოდკასტია ვაძრობ და ამიხსენებია რომ ახლა უნდა გამოიწეროთ აუცილებლად. რა თქმა უნდა, დაალაიქოთ ვიდეო. დააკომენტაროთ კიდე აუცილებლად და ეს კაცი მოვიდა თუ არა ეგრევე გამოიწერა არხი. აბა რა. ხო არ ვიტყუები. არა, რა. ეგრევე მოვიდა თუ არა ეგრევე გამოიწერა. აი ცოტა მანამდე რომ წავდნოდა რაღაცეები. ხო, მოჭველი გამომწერები იქნებოდა. ეს ჩემი ბრალი არა, ეს უკვე ამის ბრალია, რო არის რომ ამდენი ხანი მე ზოგადად ქართულ რაღაცებში კიდევ მაგრამ ისეთი რაღაცები აქვს, იმას აუსვენო. თან ამ დროს მაიკ დროპის თემაში გადის და იქ რა იქნება არ ვიცი და ყველაზე მეტად უფრო დამაინტერესა ხა იმან რომ რა უნდა ებაზრო ისეთი თუ ნახევარი ბეთლი და ნახი ძალიან ვატკინო რა. ხო და თან ნახევარი ბეთლი და პროსტა ნახის ზაბეჟასია. აი საერთოდ არც ერთ ინფოს არ გამოვიყენებ რაც ბეთლზე აქვს მაგათ ნაბაზრი. არაფერს საერთოდ რა. ჩემი რაღაცებმა დაწერილი. და იდეაში რეალური. ისე აი ყოველთვის ინტრიგა. ყოველთვის საინტერესოა რომ შენ უფრო მეტი პონტი გაქვს ხა იმაზე ვიბაზრო ვიდრე იმას შენზე ხო ამ შემთხვევაში. კავჩე, რო გავიცანი ეს რაღაცას მეუნება რომ ვერ წარმოვიდგენდიო დოკზე ინკოგნიტო ადამიანს თუ იპოვიდნენ რა. და სხვათა შორის რო გავიცანი მეორე დღეს წერ ესეთ რაღაცას რა. მეთქი ანუ ჩემზე რამე ინფო თუ გაინტერესებს მომწერი ან დამირეკე ყველაფერს გეტყვი. და მეკითხება რა გქვიაო და რამდენი წლის ხარო რა? სახელი უთხარი ლუკა მეთქი და 22 წლის ვარ. всё, მეტი არაფერი არ უკითხება ეხლა მე ჩემი ხვალებაზრები რა უნდა ვიხაიგე გასაგებია კი. არა და მინდოდა რომ
რაღაცა ან ინფო წაერთვა ჩემთვის ხოლმე ხარ ან შოუ დაგვედგა იდეაში მაგრამ ნახოთ რას გააკეთებს რაღაც საინტერესო უნდა იყოს რა ხო არა ნიჭიერი ბიჭი არის ახლა მაგას ვერ კი მაგარი ბიჭი ვარ ხო რაც აქ კი ბატონო ნიჭიერი არის просто აზრი არ აქვს რა ჩემთან გოჭველი წააგებს თან შენი პირველი ბეთლია ეს ხო ხო პირველი ბეთლია და შეიძლება უკანასკნელიც უწეგან ეს არის შეიძლება ვნახოთ აი ვნახოთ როგორ გამისწორდება ბეთლზე ყოფნა რას დავინახავ იდეაში ფსიქოლოგიურად როგორ იმოქმედებს ჩემზე და მაგის დამიხედვით რა ვეკილი იცი შენ კი ხო ვეკილი აღმოჩნდა ჩემთან ბლოგში რომ გადიოდა პირველ ბეთლი ქონდა კაროჩე დიდად სერიოზულად არ უყურებო ეხაც ვიდეოს ჩემახზე ბლოგი და ალბათ ამ ბეთლზე ვიქნებიო და გავანებებ თავს და იმის მე ტიპენსი გაკაჩა და ასე რომ ჩემ და პოდკასტზე ვინც მოვიდა ყველა წინ წავიდა ტრამპლინი არის ერთგვარი და ყოფილი პოდკასტი კი всё ასე რომ რო გაიქაჩება მე ვიტყვი აი ჩემთან იყო პოდკასტი მოსული გადაკარი ბარში მეთქი და გადაყვაეთ და მაგარი მოვიხოდეთ მე მგონი მე უკვე აი ესე გამირგვის თვალები მეც ეგრეო სხვა ეხლა დღეს ერთი ტრეკი უნდა გამირეკო თუ ორი ნახოთ თუ ორს გამირეკო მადლობები დაგჭირე იმიტომ რომ დასაწყის ჩავსოვეთ ბოლოში და აი განფეთ იქნება ეგეთი თემა შვენიერი ქნათ ავარჩიო პრობლემა არ არის მაშინ მადლობა რომ მოხვედი მადლობა შენ რომ აცნობ ხალხს შენ თავს პირველში ვცდილობ ახალგაზრდა თაობა მით უმეტეს რომ ასე გავაცნო ადამიანებს და გამისწორდა მაგრამ ეს თემა ეს პირველი შეხვედრა არ იქნება დარწმუნებული იმიტომ რომ ერთხელ მოდიან ხოლმე მე შეშვიათ ხან სასწავლთან ერთად ხანისე რაღაცნაირად მაინც შერეულად ჩემი არხი მაგისთვის ყოველთვის ზათარი რომ ხელი შეუწყო ახალგაზრდა განსაკუთრებით და ძალიან კაი წარმატებული გაიხარე ძმაო კიდევ ერთხელ გამოიწვევთ არხი დაალაიქეთ ვიდეო დააკომენტარეთ Dear shops, ჩემს ძმა კომპანიას დიდი მადლობა ეს რო კეპი საჩუქრად გადაცა ამ კაცს გადაკარი ბარი კოტე აფხაზის 42 ნომერი სოფიკოს სკვერში შემოხვდით თუ არა მეგობრებო ეგრევე დაინახავთ გადაკარი ბარი სხვადასხვა ბარები და თანმოაცემა მაგრამ ისეთი კომფორტული გარემოა კი რაღაცა ისეთი ხო საყვარელი ბარი გამისწორდა რა ცოტა გამისწორდა კი ბატონო პრობლემს ვიცნობ ძალიან კარგი პიროვნებას ფოტოშოპის შესაძლებელი კაცია კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ სოფიკ აიგოთ ვიყოთ მაგრამ ვიყოთ და ამით არ გემშვიდობებით ტრეკი იქნება უეჭველი მეგობრებო ის She's something to give me mass. If you don't have illegal cars, who give them of steps from so. The one so that lazy as you crazy much me what I stand with. Who give me part towards most was on fog as a synthetical cars. Some of these much life she dash. The credits are she cinema pitch. We how we reach what in a possible dish. So that's where I want to talk. To shake you want to go car. Bounce pizza show it pops the shit to go get to the bar. The show it purpose. Who they gonna bomb scan me bombs. That is not the dark batros. Armos no purpose. All I don't know what in massage. Nas, I don't know, I was a limit, it's a doctor, I was a victim to show how stops and I'm stable. Just this wall, I'm the years, it was a crime. They're gonna see such a this heavy crime. They're gonna crime, my grandmother, they don't hit one head on green. They're going to leo, it's not to any show. That is true, it was so like leo. My grandmother, it's my soul, same, go a chenetro. Well, it's summer so, years of show, was people, Pesca Preda, Sky, Sassy Promise, Matos, not well, and how we let Petros, head out, no pere, sit with where outside, Chemias, test გამოცე გადახნებილეს სამიანი ნიშნები თო საბსტრაქტულსნო უსაულიო და ბოლოსპო ცადე ისევ მეტი მიყვარს ექსპერტები სამ ექსპერიმენტი ილეგალ მეცნიერი ციშვი ქასველი უჟოგან ლითოს და ედომტვერი კლიჩები თვალი ჩვენი პლანები ოიდოს მეტი სამიან სიმიენს ვუზვაკეთებ რასაც მინდა მე სიტყვები თემას ალაგებს და ვანათებ ამ შავ გზებს მე ისო მარტო ვატაჰე ჟუნგლებში დარჩენილ წლებს საიქნებ ხებს ხო და ამწერებს სული მიყვარს ცნობიერ სილობ ვიყო მობიერ გორასოს დავრინიშნები სული სიზრებიცი სამყვანში და ისო ძილს უხდება ფიქრი ერთი და იგივე ლუპი ახოთე პარალელ გავაბლე ფიქრები უსორე აკრობატიკა კორპუსის თავზე არ გინდა პანიკა ციდან ცნობ ფლეს ოჯი
წელს სიფრული გობაგეთენს შვიდიარებს კარები ჩარაზეს ყრით გოპეხეხა ბანგირკინს შეუცვლი ფერს მაგრამ არ უცვლი ხედვებს თუ უცვლი ფერს არ ნიშნავს გობე ჩემ ფერს დიდი დამკითხულობ მანტრებს ვდები შედეგს უცვლი ფერს ის კიცლებს მე ვარ კატისები გადაკატანებით კრისტალ ვარსკვლავებმა მომიყვანეს საქწავში